ღედაღა მშვიდობისა, მე და გიორგი მოვედით და სანამ წავალთ, მოგიყვებით ჯიჯგუფის შესახებ. ჯი, ანუ გიორგი. შენი საპატივცემულო ჯგუფი, ჯანელ? საპატივცემ, მადლობა. სადაც არიან ბელგია, ეგვიპტე, ირანი და ახალი ზელანდია. აბა, შენი მოლოდინები ამ ჯგუფზე. ახალი ზელანდიის იმედი არა მაქვს, არც ეგვიპტის. ირანი ირანის ბელგია თავისთავად. ირანის სპორტულად მაქვს, მაგრამ იქ სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს. პოლიტიკა რაღაცა შეიძლება იმაში არიან თან ამერიკაში და შეიძლება თქვა მაინც და მაინც არის აქტიური. ჩვენ არც ჯგუფიდან გასვლა გვინდა და არც ამ ქვეყნიდან. რაღაცა ეგეთი შეიძლება თქვა. ზოგიერთ მომენტში. ხო, კი. არა, ის ეგ ბევრი ქვეყნისგან შეიძლება ეგ მოთხოვნა წამოვიდეს. კი. აი რისკ ფაქტორები ბევრია, იმიტომ რომ 10 აფრიკული ქვეყანაა. სხვა სტროთავიდან. მაგა შორს მინიხარ, მექსიკაც იქვია რა აქ. ჯიგრები. მექსიკაში ვინც თამაშობს გადაიპარებიან. ხო, მაგ ვიცი, ეგ ვნახოთ. ეგენ წინ გველოდება სეირები. იმიტომ რომ მე დაკვირვებული ვარ, არ ყოფილა ჩემპიონატი, სადაც აფრიკულ გუნდში რამე სკანდალი არის. ან ხელფასებს არ მაძლევენ. ან აღარ გავალთ თუ პრემიას წინასწარ არ მოგცემ. წინა ჩემპიონატი თითქოს არ იყო, მაგრამ მე ონანა გააგდეს კამერუნის ნაკრებიდან სახში გაუშვეს და რაღაცა ხო, შიდა ჭუბებიც არის. ტყუილ არ გააგდებდნენ რაღაცა რევა დაიწყო როგორც. მაგრამ აქ ხე ეგვიპტეს არ ახასიათებს ეგ არაბულ აფრიკას არ ახასიათებს უფრო იქ. ხო. სუბსაჰარა. რახან ეგვიპტე ახსენეთ, დავიწყოთ ეგვიპტი? დავიწყოთ ეგვიპტე. ეგვიპტე არის დამფუძნებელი აფრიკის. მისი კონფედერაციის ოღონდ ევროპაშიც თამაშობდა ხო. როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში. ევროპის ჩემპიონიც არის კალათბურთში. მართლა? ხო. ვა. და ჩემი ეგვიპტე რა, ჩამორჩა გემს. მაშინ და მე რამადანზე რო არის თამაში. ხო, მე რამადანზე და მე იქ ისრაელი და მოკლედ რა. ეხლა აი ნიდერლანდების მე ეგვიპტეს მივაქცევ ყურადღებას. მithumetes სალაჰი პატივცემ მაგ ადამიანს. ისიც ხო მაგიდან მარმუში. მარმუში, აბა. ხო, სიტის ბიჭი. გამოზარდეს კიდე ერთ შეტევაში. ხო, იმაზეც ხო იყო დიდი იმედები ელნენიზე, მაგრამ ნენი და კიდე დიდი იმედები იყო იმაზე. მიდო გახსოვს? კი, მიდო. აჰმედ ჰოსამი მიდო. აიაქსის. მაგას და წინა ეპიზოდში რო ვახსენეთ ზლატანი. ხო. მაგათ შორის მოხდა მაგარი ჭუბიცი. აიაქსის გასახდელში. და ვერ გაიყვეს. ძირითადად ადგილი ძირითადში. ორივე ცენტრალვარდი იყო და ხო. არ წყვეტდა. ხო და თვითონ რო გადაწყვიტა რომ შეეცვალთ რაღაცა ის ერთი აყვირდა, მეორე მარ დაუთმო და მიდო გაბრაზებულა. და რაღაცას იხვევდა რა, ხო იცი სახვევს და მაკრატელი ქონდა რა, როდის გადაეჭრა. იქიდან თქო ზლატანმა არც ისე თავაზიანი შეძახილი გაუჩნდა და მან გააქანა მაკრატელი. ზლატანმა აიცილა. მაინც ტაიკვანდოს ბიჭია და ეგეთებია როჯერს. ის რაღაც მოხდა რაღაცა კატეხა, 100 არ გინდაო. გაიქანა ზლატანი და დაარტყა. ნუ მიყვები არნი. მოიცადე კაცო. კარგად თავდება. მე ჩაირვინეს გუნდელები გააშველეს ნელი ისა ორივე დასაჯეს და რაღაცა პერიოდის მერე ზლატანმა თქვა რომ ძალიან კარგია რომ ვიჩხუბე და ესე იგი ორივეს გვინდა და გუნდს გაიმარჯვა და შეიქდნენ. ვა, მაგას ხო ყველანაირი ჩხუბის მერე იტყვი. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ნუ ამერე შეგვიდა და მე არაფერი ისეთი არ მომხდარა და მიდო გაყიდეს. ხო. ამით შეიძლება ამის მერე თქვა ზლატანმა. და ზლატანიც გაყიდეს. ხო, აიაქსია ბა სხვა რა უნდა იქნება. მაგრამ ნუ ყველაზე ისეთი
ვარსკვლავი მაინც არის სალახი, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია და ბევრი გოლები და სული დაგული ნაკრების, თურმე არის კარგი ადამიანი. ქველმოქმედი, იმიტომ რომ ეხმარება გაჭირვებულებს, ავადმყოფოებს, განათლებაში დებს ფულს, რაღაცას და სოფლებში წყალი გაყავს, კრიპტოვალუტას. ხაი, ბევრი კარგი რაღაცას აკეთებს ჩვენი მუჰამედი და კარგი ადამიანია რა. ო აფრიკის 7 გზის ჩემპიონი ყოფილა ეგვიპტე. ხო, მაშინ რა 4 ქვეყანა რო იყვნენ სულ აფრიკაში. ხო, ნუ დაუყარგოთ. ხო, იმ სამს ხო უნდა აჯობ. ხო, იმათანა. და ხო, ცხელი ქვეყანაა კი ვიცით. ამ ყოფი ვარ. ეც და ბავშვი თვალებს არ უჯერებდა პირველი დღე. აი, რო გადმოვიდა თვითმფრინავიდან, ესე იდგა და იყვნებოდა უდაბნოს. სიცხის გამო? სიცხის უდაბნოს და ყველაფრის. ხო, და ბავშვს დავპირდით, რომ დასასვენებლად მიყავდა წყალკოტში და გამოვიდა უდაბნოში. ხო, მეც მასე დავპირდი, მაგრამ ეთყობა ოდენა უკეთესი სასტუმრო შეხვდა. არა, სასტუმრომდე აეროპორტში. სასტუმრომდე სანამ მივედით ისკავერთ ავტომატებიანი ბარიერი. კი. ხო. ხო და იუმორიც და ანეკდოტებიც და ხუმრობებიც ითად სიცხეზეა. თქვენც მაგ დროს იყავით ეთყობა ეს რუსული თვითმფრინავი რო ჩამოვარდა. მაშინ იდგნენ ავტომატიანები ცოტა. აბა, ეგვიპტური ანეკდოტი. ეგვიპტელს ეკითხებიან. რომ რატო არ ბრაზდებითო და რატო არ ნერვიულობთ ეგვიპტელებიო. ეგვიპტელი პასუხობს: მაინც არაფერი შეიძლება და უფრო გავოფლიანდებითო. ანუ ანეკდოტშივე დაშვებულია, რომ უკვე ოფლიან ეგვიპტელს ეკითხებიან. ხო, იმ სიცხეშია. ვინც ეკითხება ის სოფლიანი. სავარაუდოდ. მე ვიცი ძველ ეგვიპტური ანეკდოტი. აბა მიდი. აი ეს ფარაონების დროინდელი და ქურუმების, მიდი. ანაირი თაობა მოდისო ჩვენ დროს რა კარგი ხალხი. ძველ ეგვიპტურია, მაგრამ ეხაც ეგეთი ის ადამიანს მithko. ეს იყო ანეკდოტი? ხო. ძველ ეგვიპტური როა ეგ ხდის სასაცილოდ რომ აი ხო, კარგად არუსმენდის შესავალს ეთქვა. თავიდან მოგიყვები კი. მიდი. მთლიანობაში რა დავინახო იუმორი. ძველ ეგვიპტური იუმორი. ხო. როგორი თაობა მოდის? ხო, ჩვენ დროს ეს უფროსის პატივის სცენა და რაღაცები ეყავდა ეხლა. ხო, არა, ეხლა აშკარად აი ხო ვიცოდი, მაგრამ მაინც მეცინე. ეს აგეკვიატება ეხლა შენ და ხვალ ნახეში. ციცილ ხარ. ქუჩაში რო ატეხავ იმას. უაზროდ ციცილს. რა არის, ეხლა მე ვერ ყვები და ჩემ ყვები ამას კარგად. ის ძველი ეგვიპტელი უნდა გენახა შენ მაგრამ. დიახ, მაკიაჟიანი კაცი. ო, მაკიაჟი ყველას ჰქონდა იქ მაშინ. და ქოლგა. და ქოლგა იმას ეჭირა მონას. ხო. კარგი, ეგვიპტური ფეხბურთი მე მგონი კარგად მოვიხილეთ. მოდი, აბა ბელგიაზე მითხარი და მე თუ იცი. როგორ არ ვიცი. აბა რა იცი. დამფუძნებელია ფიფას. კი ბატონო. ესო თავი დაანება. და კონტინენტურ ევროპაში პირველი იყო ნაკრები რო ყავდა. ხო. კიდე ხო. ფიფას რეიტინგში ერთადერთი ნაკრებია, ვინც პირველზე იყო. და მსოფლიო ჩემპიონი არ არის. ცოტა ხანია. ცოტა ხანი იყო და თან ჩემპიონი ხო არ არის და იმ პერიოდში პირველი რო იყო, არაფერი არ მოუგია. ხო. ხო, მაგრამ ნუ ოქროს თაობას რო ეძახიან, მაგან წაწიას საკაიფოდ. არის ვიღაცები შემორჩენილი მაგ ოქროს თაობი. დე ბრუინი, ლუკაკუ, ხო. ის აღარა ორიჯი რო ყავდა რუსეთს. დივოკი. ხო. ეგ სადღაც არის, მაგრამ ნაკრებში აღარა. ხო, დივოკის ის ბენეფისი ის იყო რა. იმ ლივერპულში. ხო. გოლი რო გაიტანა ფინალში. და ხელოვნური თამაშგარის მომგონი ის არის ქვეყანა. ხელოვნური თამაშგარი მაგათმა მოიგონეს? კლუბმა მოიგონა სტანდარტმა, მაგრამ ხო, ბელგია. ხო. და ბევრი ვერსია რატო საიდან გაიჩნდა ეს ოქროს თაობა. თაობა? ხო, აი რა ქნეს ეგეთი და ერთი ვერსია
რომ ბელგია, ჰოლანდია შეჩატარდა ევროპა. მაშინ ვიღაცა ფედერაციაში ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ მოდი ეს ფულიო. ესე პროგრამა წამოვიწყო. ხო, არ დავხარჯოთ შტერლათო, ხო გვაქვს ფულიო. ესო რამე კეთილ საქმეში ჩავდოთ და მეტარა ვერსიები ქონათ მაგ ფულის დახარჯვა. ხო. უფრო მეტი შოკოლადი გავაკეთოთ. ანუ ვაფელს დავამატოთ. ხო, ან დასასვენებლად წავიდეთ იმაში. ხო, ჰოლანდიაში. ვენეცია ნახოთ. ხო და რაღაცა შეცვალეს ამ რეგულში და რა შეცვალეს? იქ ყველა ასაკობრივ მასში ჯგუფში თუ თაობაში ერთნაირი პროგრამა შეუშვეს. ანუ როგორც ასწავლიდნენ 16 წლის პოსტი ისწავლიდნენ ერთი წიგნით სწავლაზე გადასწავლებას. ხო. და გაამართლა. გაამართლა რაღაც პერიოდი. ეხლა ხო. ეხლა ვნახოთ რა, ქაღალდზე არ არის ცუდი გუნდი. ხო, სახელებით უყურებით არის ჯერ კიდევ ჭექარი. ხო, მაგრამ ეგ მოედანზე ვნახოთ. ამ ჯგუფიდან ალბათ გავლენ. ხო. ის ხონია რომ აქვს შემორჩენილი სიმძლავრეები იმდენი რომ აქედან გავიდა. აი ახალი ზელანდიის არაფერი არ ვიცი და მოგიყვე? შეიძლება სიურპრიზი გამოდიეს ეგ გუნდი. ხო. მაგრამ ალბათ უფრო არც. იმიტომ პირველი შემთხვევა ეს როცა ორი გუნდია ოკეანეთიდან. ერთი რო იყო ისიც ვერაფერ შვებოდა და ეს მეორე კვოტით არის გასული. ხო. ზელანდიის ზედმეტსახელი არის აბა თუ იცი? All Whites. ხო. გამოვიცან. ხო. თვითონ მოიგონეს ეს. All Blacks-ი ხო დაარქვეს ბრიტანელებმა რაგბის ნაკრებს. და ჩვენო კონტრასტების ქვეყანა ვართ. თუ რაგბში შავები ვართო, მაშინ ფეხბურთში თეთრები ვიქნებით. მაგრამ ფეხბურთი არ არის პოპულარული. ხო, ნუ რაგბის ხო, სადაც რაგბი აქვს და თან ჭიდაობაც უყვართ ის. მაინც ფიზიკურად ძლიერი ხალხია. და მტერიც არ ეყოლებათ ისეთ ადგილას არის. კრიკეტი. ხო, ნუ დედოფლის კალთის ქვეშ იყვნენ. ზედმეტსახელი გითხარი და აქვთ სიმბოლო. კი არა, ეძახიან. კივი. კივი? ხო. ახალი ზელანდიის ეძახიან კივის. ეს კივი არის ხილიც. არის ფრინველი. რომელიც მარტო ზელანდიაში ცხოვრობს. იმიტომ რომ ვერ დაფრინავს შორს. ქათამივით არის რა. და ვერ განვითარდა. და არის დადის, აფრინდება დაფრინდება. და კივის. აჰა. სიტყვის თამაში იქ მინდოდა დამავიწყდა და ეხლა ვიტყვი. აბასად. გახსოვს სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე რო ყვებოდნენ. ხო. დურბანში რო ის ააშენეს. რაგბის სტადიონის გვერდზე რომ მიადგეს. კი. 50 მეტრი არის დაშორება. აქ იქნებოდა სიტყვის თამაში ესეთი რომ ეს ცუდად დაეტყო დურბანის ურბანულ განვითარებას. აუ რა ლამაზია. მაგრამ არა უშავს ხდება ხოლმე. მე არ ვიტყოდი, მე ვიღაცა იტყო. და წამოგაძახებდნენ. ხო, ესეთი მარგალიტი გიდევს წინ. ხო, და როგორ შეიძლება ამის გამოტანა. ცნობილი ზელანდიელები ვინც? დინამოში თამაშობდა ნედზელიჩი. ნედზელიჩი იყო დინამოში, კი? ხო. სხვა მართლა გითხრა, არ მახსენდება. ვიღაცა იქნება ჰოლივუდში. ჰოლივუდში არა. აბა. ყველაზე ცნობილი ზელანდია, ყველაზე ცნობილი კივი. ხო, ახალ ზელანდიელი არის სერ ედმუნდ ჰილარი. ისა ევერესტის პირველი კაცი, ხო. მე სერიალი ყორვავიდა, რომ ჩამოვიდა მე აჩუქეს. 6000-ზე იყო ჩამოსული სერიალო. რომ დააწიეს ამბავი. ეგ არის და კიდე არის ისა პიტერ ჯექსონი. რეჟისორი პიტერ ჯექსონი. რა გადაღებული, გამახსენე? ბეჭდების ბრძანებელი. 2. სად გადაიღო? ზელანდიაში. ხო. სად გადაიღო? ზელანდიაში შეიძლება სოფელში. ხო. თავის ახო აშენა ის სოფიტების სახლები და ჩვენ ვეთამაშეთ ერთხელ ზელანდიას თუ ორსტები და მოგვიქეს. მართლა არ მახსოვს. სად? მაშინაც სოფლიოზე იყვნენ და სოფლიოს წინ ხო არის რაღაცა ისინი ნეიტრა ავსტრიაში თამაშობენ ხოლმე. ევროპაში თუ ტარდება. ეხლა ალბათ იქ
რა ჩახვიდეს სადღაც ნიკარაგუაში ან მექსიკაში და მოგვიდეს 2010-ში იყვნენ მსოფლიოს ხო აი მაგ დროს ვეთამაშე ხო და მაგარი სტატუსით დაამთავრეს ეგ ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლები სამიოფრე ითამაშეს გამოვარდნენ მაგრამ არ წაუგიათ ხო ანუ ბრიტანული ის არის რა მემკვიდრეობა და თამაში ეწოდინებათ თან ახლა ისეთ ეგვიპტესთან რო გაძლონ და იაპონიასთან სულ გამიგვირდება და რომ მოიგონ და ერთიც რომ მოიგონ შეიძლება გაძვნენ მესამე ადგილი და ესეთი ჯგუფია ისა თურმე უნდოდათ FIFA-საც მიმართეს რომ თამაშესენ ჰაკა ხო რო შევასრულოთ და FIFA-მ გადითეხა აქედანო ფეხბურთში ეგეთი რაღაცები არა და ერთ-ერთი ჯერ გაკეთებული ის ამხანა კურსზე ვა ხო რაღაცები ამას გინდა რა დავარქვა ამ ჯგუფს ირანი არ გინდა ჯერ სახელი დავარქვათ მე ველაპარაკე ირანი მოვიტო კაი რისკ ჯგუფი ეს რა ხო არის ეგეთ გამო რისკ ჯგუფში ხო რისკ ჯგუფში მოხდა კი მაინც ირანია და რისკ ჯგუფი ხო ირანი შენი ვერსიით ირანი უფრო გავა ვიდრე ზელანდია კი ალბათ იმათი ვერსიითაც ბუქმეიკერები ალბათ არ ვიცი არ მინახავს მაგრამ ირანის საფეხბურთო ქვეყანა არის ოღონდ რაღაც პერიოდი რო გამოტოვეს ხომ მოგიყევი ხო აიათოლა რო იძახდა რომ აგრესიას იწვევს და ეს კი ბატონო და ისა ქალების დასწრება იკრძალა მაშინ აიკრძალა მაგრამ ირანი რო გავიდა პლეი-ოფში მოუყვა ავსტრალიას 3 მილიონი კაცი გამოვიდა საზეიმოდ მარტო დედაქალაქში 3 მილიონი კიდე სხვა ქალაქებში და დათვალეს და 5000 ქალი იყო. ანუ ესე ვერ აკრძალეს. ხო, არა. ესე არა უგრძალიათ, მაგრამ რაღაც ისინი იყო, ზეწოლები იყო, რომ არ დაგინახოთ მისულები. და ბოლოსკენ დაუშვეს. ოღონდ მაინც ის არის რა კონტროლებოდი არის რაოდენობა ერთი ეგ და მეორე და ცალკე ადგილებში სვავენ განსაკუთრებით რეგიონებში. ქალთა ფეხბურთიც ხო არის, ქალთა ფეხბურთში უნდა და კაცი მწვრთნელის დანიშვნა და არ მისცეს უფლება. უბრალოდ მწვრთნელად იყოს, ოღონდ სტადიონზე ვერ შეუშვეთ. ხო მაგარი არის. კი. მწვრთნელს არ უშვებენ სტადიონზე. ირანს ყავდა 2000-იანების დასაწყისში ერთი ფეხბურთელი, მოიცა ვერ დავიმახსოვრე და წერია. ალი დაე ვიცი კაცო მოჯახეთ ხაზირავი არ ვიცი მე ხო მოჯახეთ ხაზირავი ითვლებოდა ირანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მაგრამ გააკეთა ირანელისთვის შეუფერებელი საქციელში შეამჩნიეს კერძოდ რაღაც წვეულებაზე წაასწრეს სადაც იყო ალკოჰოლი და ქალები ამას რომელი ელემენტზე წაასწრეს ალკოჰოლთან და ქალებთან. ერთად. ხო, რაღაც წვეულება იყო ვიღაცის სახშიდან, ვიღაცამ ჩაუშვა, მიადგნენ, მოაწყენ სპეცოპერაცია ჩატარდა და ეს ლოთი კაცები, მთვრალი კაცები და ნახევარტიტველი ქალები დაიჭირეს. და ამას ემუქრებოდა უმკაცრესი სასჯელი გაროზგვა. გაროზგვა არ არის უმკაცრესი. ის კაცრი, კაი. შეგვიძლია ადმინისტრაციული სასჯელი. არა. კაცრი სასჯელი გაროზგვა. ხო, უმკაცრესი არის სხვა რამეები. და მე საქმეს გადახედეს და შეუმსუბუქეს და დისკვალიფიკაცია. და ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩამოაცილეს ფეხბურთს. მე თითქოს დაბრუნდაო, მაგრამ ის ბიჭი ვეღარ იყო. ის მოჯაჰედი აღარ იყო. ნუ ალიდაი, კი ბატონო, ყველაზე ტიტულოვანი თუ ქვია ეგ არის რა. სახე ცნობილი, პოპულარული. ეხლა ხო ყავთ ეს ტარემი, ჩემთელი ბომბარდირი იყო რაღაც პერიოდში. ხო და ალიდაისაც არ ქონდა მთლად კარგად საქმე მთავრობასთან. რაღაც ერთ-ერთი წამოწდა და ცოტა ხანი ქვეყანაში რუშვებდნენ. მე შემოდიო. ვინამ გაუშვს. ხო და წყნარად იყავიო. და მთლად ფეხბურთშიც ვერ შეყოთავი და გააკეთა სპორტული ბრენდი. დაე სპორტი. მაგრამ ნაკრებს არ აცვიდა ეგ. რას უშვებს? სპორტულ დასაწყისს. სპორტულებს. სპორტულ ჩაიდნებს. არა, სპორტულებს. კაი. ხო და ეგეთი ისა. და არ ვიცოდი რა.
სხვა კალენდარი რო აქვს ვიცოდი. ხო. თავისი, მაგრამ ირანის თამაშები 16 ივნისს. და მაგათი კალენდრით ახალი წელია? არა. აბა. მაგათი კალენდარი 1405 წლის 26 ხორდადი. აქ შეიძლება რამე დღესასწაულია და თუ რაღაცა გილოცავ 26 ხორდადს. ხორდადი რა არის? მესამე თვე. 21 მარტს იწყება ახალი წელი. 1405 წელი. აჰა. აბა, ხوار შეცვლა რამე იმაში, რისკ ჯგუფში. არა, რისკ ჯგუფი არის ყველა. ჯერეთ რისკ ჯგუფი ყველა ჯგუფი არის. ვიღაცა ხოჭო ხოლმე ჩარჩეს. იყოს ამათ ერქვათ. აჰა. ნახოთ რა როგორ ჩაიწერება ირანულ კალენდარში ეს თარიღი. ბელგიური რა არის კიდე? ბევრმა შეიძლება არ იცოდე. სპასალონი იცი რა? ხო. როგორ არ ვიცი? სპა იცი რა? სპასალონში რაც ხდება სერვისი თვითონ. სპა რა თქო. აბა? სპა არის კურორტი ბელგიაში. აა. ესე იგი სპა. ხო. ხო. დასახლება. აი ონი რო გვაქვს ჩვენ სპა. ხო. ონი კურორტი არ არის? სნო. სნო არა. აი ქართულ პატარა სახელიან კურორტზე ძე? ხო. ძაუ. სნო იყოს. სნო. შოუი. შოუი ოქი. ხო, და მაკედან მოდის. მაშინ იმასაც გეტყვი, რომ კიდე რა არის, იცი ბელგიური? შოკოლადი. არა. ნაგანი. French fries რო ეძახი. ეგ არ ვიცი. შემწორი კარტოფილი, free. French fries. free. ხო. ამათ მოიგონეს, მაგრამ ამერიკელები რო ჩამოვიდნენ და გემით მოადგნენ იმას, ბელგიას, მათმა გამოუტანეს და აჭამეს, მოეწონათ რა არისო, იმათმა ფრანგულად უთხრეს და საფრანგეთი ყოფილა და შეეტერა საფრანგეთს. მიყვარს ეგეთი. და ეს დარჩნენ, არა. ეგეთი მკვიდრეობა მიყვარს. მოკლედ, დაველოდოთ რისკ ჯგუფს. დავუტოვოთ ეს ჯგუფიც და რისკ ჯგუფი დავარქვათ და მე მე გადავარქვათ, ხო. საინტერესო ამბები მოხდება ჩემს. ჩვენ ალბათ ისევ დავბრუნდებით 27 ან 28 ან 29 ხორდადს. H ჯგუფი თავისი ესპანეთით, კაბო-ვერდეთი, საუდის არაბეთით და ურუგვაით. მოდი, ჯერ არ ვიჩქაროთ სახელზე, ჯგუფის სახელს. რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ უნდა დაწონო, გაანალიზო, გამოანალიზო. ორი მსოფლიო ჩემპიონი გვაქვს. კი ბატონო. ესეთი ჯგუფი ჯერ არ შემხვედრია. არ შეხვედრია, რაც გავიარეთ. ორი მსოფლიო ჩემპიონი ერთად. ხო. ხო, არა. კიდე ერთი მსოფლიო ჩემპიონატი რო არსებობს, იცი? რისი? გეტყვი ახლა. 66 ინგლისი რო გახდა ჩემპიონი, 67-ში წააგო შოტლანდიასთან. ხო. და შოტლანდიელებმა თქვეს, ეხაო ჩვენ ვართ მსოფლიო ჩემპიონი. და დაიწყეს ათულა რა იქიდან. მე უკვე შოტლანდიამ ვისთან წააგო ის გახდა და ესე მიდის თავისი გზა აქ ამ იმას. ეხა ამ წუთში არის მაგ პარალელური ჩემპიონატი ქვია. ჩვენ ენაზე. ხო, სხვა ურუგვაელის სახელობის არის იმ ხოსე ნასასი. მე რომ მოგიყევი, მეორე ხოსე, ძველი ქუდიანი, მატყლის ქუდიანი. ხო, მატყლის ქუდიანი ბიჭი. მაგის სახელობის არის ეს თასი, რომელიც არ არსებობს. ხო. ანუ ვიღაც სახელობის არის, მაგრამ არ არსებობს. თასის ფორმა არა. ციფრული თასი არა. ბიტკოინივით არის. ხო, ეხა არის თურქეთი. ამ წუთში. ანუ ამ ჩემპიონატზე ვინც მოუგებს თურქეთს, ის გახდება ვირტუალური მსოფლიო ჩემპიონი. თურქეთმა წაართვა კოსოვოს. კოსოვო იყო რაღაც პერიოდი. ეგ კარგად უკან არ გავყოლდება, რაღაც მომენტ შეიძლება საქართველოც იყო. ვა, სადაც კოსოვო რა. თან გახდეს ოდეს. ვა, მაგას რომ მივაწვეთ ჩვენ. ეგეც საქმე. ხო, რა იცი, რა დროს სად გაისვრის. ხო. ვისი თასია? ხოსე ნასას. ხოსე ნასა. ვა, თან ნასასი. ნასასი. ნასასის. ხო. უთხრათ ნასასისა. ხო. ხო. კი ბატონო. კარგი. თიანეთური. ესპანეთის ისიცი? სამეთ სახელი. ფურია როხა. ხო. რაც ნიშნავს? როხა წითელია, ფურია გუნდი იქნება. არა.
ფურია იქნება ფერი, ცეცხლი. არა. წითელი ცეცხლი. არა. რისხვა. ფიური. რისხვა, ფიური. ხო. წითელი რისხვა. ხო. რაღაც პერიოდი ვერ ამართლებდნენ სახელს, მაგრამ 2000-იანებიდან აი მაგის მერე დაემატა რისხვა. მანამდე ლაროხა. დაემატებინა დროზე. ხო, რა, პროცესი რომ მომწიფდა ეს და რომ დაიდო შედეგი, ოპა, მერე გახდა ეს. რისხვა. ყველა მიცის, მე მგონი, ვისაც ფეხბურთი გაუგია უდნავადაც მაინც. მაგრამ ესპანეთში არის არანაკლებ დაძაბული მეორე დერბი. სევილიური დერბი. სევილია, ბეტისი. რეალ ბეტისი. ხო, რომელიც საწიწახიან ერთი ქალაქი, ორი მტერი. იქ მაინც სხვა ქალაქები არისო და ეგეთი ის არ არისო. შუღლიო ჩვენ რო ვიცითო. და ესენი ამბობენ რომ ელ კლასიკო შოუ არისო და ომი თუ გინდათო სევილიაში უნდა იხილოთ. შენი აზრით არის ესპანეთი ამ წუთში მთავარი ფავორიტი? იმის გათვალისწინებით თუ რა ქნეს ევროპის ჩემპიონატს და როგორ გაიარეს ის ქვეჯგუფი, რომელშიც ჩვენც ვიყავით. შესარჩევი, ჩვენ თურქეთი და ბულგარეთი. ბიჭო, რავი, ესპანეთის არის ბოლო პერიოდია არის სუელოდები მაგისგან იმასა. გამოხდება ვიღაცა და კი არის. გამოხდება ვიღაცა და მოუგე მაგას ამბობ? არა, თვითონ ესპანეთი და მოიგებენ. არა, მარტო ესპანეთი ხო არ არის, საფრანგეთიც არის და სხვაებიც არიან, მაგრამ გონია რომ კი არის. ევროპის ჩემპიონატი ისე დამაჯერებლად ჩაატარეს. იტალიასთან თამაშს რომ ეცინებოდა. იტალია გამოიყურებოდა, საქართველოს ცუდ დროს, ცუდ პერიოდში თამაშობდა ეგ. თავისიან რომ დაამტვრია. დი ლორენცოს ისეთი პასი ხო, არა, მეც მაგას ვიძახი რომ ის შეიძლება რეალის და ბარსას ბირთვები არ არის თქო, მაგრამ უნდია რა. უნდი არის კი არა მთავარი ფავორიტია ჩემი აზრით. ტიკი-ტაკაზე რა იცი? ტიკი-ტაკა არის ტაქტიკა საფეხბურთო და ტიტიკაკა არის ტიკი-ტაკა არის აფრიკაში. ხო და აფრიკაში არა იქით არის. სამხრეთ ამერიკაში. ხო. ტიკი-ტაკა დაარქვა ჟურნალისტმა. ანდრეს მონტესი, ესეთი კაცი იყო. რომელსაც აი ეს წამოაკრანტალა რა რაღაც სიტყვებს რო ისვიან ხოლმე. ბარსას თამაშს უყურებდა და პასი და ტიკი-ტაკა გამოაჯავრა რა. მე ვიღაცამ დაცინა, ვიღაცამ აიტაცა ნახე იმან ტიკი-ტაკა და მე წავიდა და უკვე შენ გამაცანი როგორც საფეხბურთო ტაქტიკა. და იმ კაცმა იმუნა რაღაცა იხუბრა. ესეთი უცნაური ისტორია ქონია ამას. ვინ არის ახლა ლიდერი შენი აზრით ესპანეთის ნაკრებში? იამალი ალბათ. იამალი იმით ენერგიით და ჭკუით, ფაბიან რუის, თუნდაც ან როდრი ან გავი ან პედრი, რავი, მაგარი გუნდია რა. რამე კონკრეტული თავდამსხმელი შეიძლება არ აყავთ, მაგრამ ვის ყავს ახლა კონკრეტული ჰალანდი და ხარიკეი. ხო, და მბაპე. და ლუკაკუ. და კარამარიჩი. ხო. ნახოთ. მაგრამ ძალიან გამიკვირდება რომ ესპანეთი ვერ მივიდეს ნახევარფინალში. არა, მივიდა მე მგონია ურუგვაიზე არ გამიკვირდა. ძალიან ადვილად დაუღლელად გავაჯგუფიდან და მე უკვე ნელ-ნელა ახალ რაღაცებსაც გამოჩეს. ბადე არ ვიცი როგორია. არც. კარგი, კაბო-ვერდეზე რა იცი? კაბო-ვერდე არის პორტუგალიური სახელი, მწვანე კონცხი. ქუთაისში ვარ, მაგათ თამაშზე დამყოფ. კაბო-ვერდეს თამაშზე? ხა იყვნენ შარშან თუ შარშანზე. ჩვენ მეორე შემადგენლობით ვიყავი და ეგენი არ ვიცი. იცი რა ზედმეტ სახელი აქვს? ეხლა რო წითელი ერქვათ მაგათი. აბა. არ ვიცი რა. ლურჯის ვიგენები. მწვანე კონცხი ხო ქვია? ხო. მაგრამ ლურჯის ვიგენები. იმიტომ დროშაც ლურჯი აქვთ. და სხვა ტალღა
ისა ჩვენი მოედანის ოკეანეა და რაღაცებს იწეხიან. იმაზე ზვიგენი კიდე ამბობენ ძლიერი კაბოვერდელიაო, მაგრამ მე მგონი არ დასტურდება. ვინ? ტანია მარიას. ტანია მარია არ არის კაბოვერდელი არის სეზარია ევორა. ხო, სეზარია ებორას ბოდიში. დასტურდება? მე ვინ თქვი? შენ ტანია მარია. დასტურდება, იმიტომ რომ კაბოვერდე 10 კუნძულისგან შედგება და ერთ-ერთ კუნძულზე ალბათ მთავარი აეროპორტი არის ქალბატონი სეზარიას სახელობის. ვა. ტანია მარია არა. ჩვენ ახლა დავეშვებით სეზარია ებორას ფეხშველა დივა, აი ესე არის ცნობილი. სახელობის აეროპორტი. მაგათი იმედი არა მაქვს. კაბოვერდესი? მიუხედავად იმისა, რომ ყავთ რაღაც პორტუგალიის ჩემპიონატში, მაგრამ ეგრე იმათაც ყავთ ჰოლანდიის ჩემპიონატში კურასაოს და იმათი იმედი სხვა უნდა ქონდეს. თუმცა აი საინტერესო აქედან მესამე ადგილი რო გავხვიდე აქედან ან ურუგვაისთან ან ესპანეთთან კულა უნდა აიღო, ხო? ხო. რომელია ამხები მან? საუდის-არაბეთი თუ კაბოვერდი? არ ვიცი, კაბოვერდის თამაში შენ გაქრანახე ქუთაისში მე არ მინახავს და. სხვადასხვა ფრეი თამაში. ხო და ჩემპიონატი აქვს საკაიფო. ეს კუნძულებს თავისი ის აქვთ. რა? მინი ჩემპიონატები. ხო. და მე აქედან გამარჯვებულები უკვე საკაიფო არა ეს. მაგარ ჩემპიონატს ნაშვებია, ნაწვებია. კაი გაჩერდა. ეუნები. უბრალოდ აი კუნძულებზე ისინი თამაშობენ რა, მშენებელი, დარაჯი. ხო. და ვიღაცა შეზლონგის გამქირავებელი. ხო. ეგეთი. მაგრამ ფეხბურთი უყვართ, პირველი სპორტია. ხო არის ქვეყანები, რომ ფეხბურთი მეხუთე სპორტი არის. კაბოვერდეში ფეხბურთი პირველია, აბა თუ იცი მეხუთე სპორტი რა არის, თუ გამოიცნობ. პორტუგალიური ხანანი. თევზაობა. თევზაობა არის მეხუთე სპორტი. ადამიანის არ იჭერენ, ჭამენ, იდიან, ხარიათ, ერთმანეთსაც ეჯიბრებიან. პირველი გამოჩენა ხო, მსოფლიოს და მგონი აფრიკის თასიც მაინდა-მაინც არ ექნება დიდი ის ფინალში გასვლის. ხო, ფეხბურთი უყვართ, თორე კარგად თამაშობენ თქო რო გითხრა, აი ხო, ჩემზე კარგად იცი და ანეკდოტებიც და იუმორიც მაგაზე აქვთ. თევზაობაზე თუ ფეხბურთის ხარისხზე. ხო. აი ესეთი იუმორია კაბოვერდელს ეკითხება გამვლელი. რომ ძლიერი ქარის დროსო თამაშს რატო არ წყვეტთ? რას ლაპარაკობ? ქარმა შეიძლება უკეთესი ასისტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენმა ფეხბურთელმა. ამ ანეკდოტებს სათბოულო. ბევრსვაზე ბიჭო და უცნაური რა არის, იცი? ანეკდოტი ხო იცი, რაღაცა ანეკდოტი შეიძლება ბევრ ქვეყანას მიაწებონ, რა ზოგადად იუმორი ხომ ასე არის. ხო. არის რაღაც ადამიანურია და გაბროული იუმორი რო ქვია, ის შოტლანდიურიც არის, ისიც არის, ისიც არის. კი, უამბურიც. ერთი ანეკდოტი ხვდებოდა ძალიან ხშირად რა. რომ გერმანელი მიდის ექიმთან და ეუბნება რომ მე ხსიერებაში ცუდად ავარო, როდიდანო, რა როდიდანო პასუხობს გერმანელი. ეს შეხვდა გერმანელზე, ჩეხზე, ესტონელზე, ყველაზე და იაპონურ ანეკდოტებს ვეძებ. და მეთქი ალბათ იქნება, ხსოვ იაპონელი შედის. ოღონდ სხვა ფორმით იყო. სამურაი შედის ექიმთან. რაღაცა უფრო გამძაფა ეს რა. რა შეცვალა სამურაი მარიცმა. ხო და ესეთი უცნაური ის აქვს, იუმორი აქვს რა. საუდის არაბეთზე რას მეტყვი? ხარ მაგათ თამაშს ენამყოფი. მაგრამ მინახავს. აი ეგვიპტეს მოუგეს რუსეთში. და გახსნის თამაში იყო რუსეთ-საუდის არაბეთი და ის პრინცი ესწრებოდა. ხო. პრინცი პუტინი და ის ჩეფერი. კი ბატონო. ორი მელოტი და ერთი მწვანე შევარდნები. აა. ხო. ესე ქვიათ. და როგორ არ ვიქნა რონალდო თამაშობს საუდის არაბეთში. მარტო რონალდო რამდენი თამაშობს? რა ვიცი მე. 500 მილიონი გამოყვეს. თავრობა. ხო. და გადაუნაწილებს გუნდებს რომ იყიდეთო კაი ფეხბურთელი. რა გინდა ყიდულობენ წამოწიეს ეს საკლუბო ფეხბურთი. ეხლა ევროპაში ცოტა ასაკიანი და სახელდაგვარიანი არა მარტო სიხარულით მიდი. არა, ხო? ხო, უასაკოებს კი ბატონო. ხო და ჩვენც ყავს ქართველი. საუდის არაბეთში. ხო.
ნუ კვერკველია ხო იყო და ეხლა აბურჯანია ქვედა ლიგაში, შეიძლება ამოვიდა. ძალიან ბევრი ისინი ყავთ პრინცები, ხო იცი? კი, კაც 40 დაიჭირეს ერთხელ ერთად. ხო. და არაფერი არ შეეწყო. არა, კაცო, რა უნდა შეეწყოს? ეს საუდის შტო რაც არის რა. ხო. მოიცა ეს ამას ვერ დავიმახსოვრ ვერასოდეს. აბდულაზის შეიხ საუდ თუ რაღაცა იყო რა 40 შვილი ყავდა 40 ბიჭი ყავდა შვილებში 40 ბიჭი გოგოები არ დათვალეს ის ყატარსაც ეგ მაგათი ნათესავები არიან ეხლა არის რაღაც 15000 პრინცი თუ რაღაცა ძალიან ბევრი ხოლმე რა კიდე რამდენიმე ერთობა ფეხბურთით და კი მოხდეს აგერ თავის ჩემპიონატი ჩვენი ჩემპიონატი რომ რაღაცნაირად მოვა ერთ-ერთს მაინც რომ დავათრევინოთ შემოვიპატიოთ ერთმა გუნდმა დანარჩენები უკვე იმით შემოვლენ შუღლით რომ იმაზე კაი გუნდი და კი ბატონო უნდა არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ მაგრამ როგორ ხო ჩავესიძოთ რაღაცა რა ვიცი შეიძლება თუ გეგმა იარსებებს საქმეც გაკეთდება იუმორი გაინტერესებს არაბული იუმორი ორი არაბი მისეირნობს უდაბნოში და ერთი ამბობს რომ ეხლა აქ წყალს თუ იპოვითო მილიონერები გავხდებითო მეორე პასუხობს წყალს კი ახლა Wi-Fi-ს თუ იპოვითო სახში აღარ წავალ საერთოდ ვა აი ინტერნეტ დამოკიდებული ქვეყანა არის და ნავთობ. ხო. და დაგჭა ურუგვაი. ურუგვაი. ლაჩელესტე. ხო. ცისფერები. მარტივად ქვიათ პირველი მსოფლიო და ფორმიდან გამომდინარე. პირველი მსოფლიო ჩემპიონები. ორგზის მსოფლიო ჩემპიონები. ორგზის ოლიმპიური. აჰა. უამრავი ვარსკვლავი ყავდათ. კი ბატონო. ზოგი იკბინებოდა, ზოგი დაშვებოდა. იკბინებოდა, სამი კაცი ყავს დაკბენილი. დაკბენილი ადამიანს არ უხდება, მაგრამ ფაქტია რომ ასე. ლუისმა იქ გააკეთა. და წელსაც კაი უნდა იქნება. ლიდერი ალბათ ვალვერდეა, ალბათ. ხო, ვალვერდე და ისა დარვინი. დარვინ ნუნიეს. ხო, კი ბატონო. კარში ახალი ყავთ თუ ისე მუსლერა? ახლა თავა გამოჩნდება. ეს მუსლერა ძალიან დიდ ხმერაც მახსოვს უეგდას კარში. იდგა. ხო. სუარესი არის ისა რა. ციფრებით საკმაოდ წინ. ფორლანზეც და კავანიზეც გატანილია აქ მეტი. კი, კი არა, სუარესი მესის და რონალდოს დროს გახდა ისა ბომბარდირი. ბარსელონა. ხო, და ერთ სეზონში ისე გახდა, რომ პენალით არ ქონდა გატანილი გოლი. ნუ ეხლა აქედან მესი რო გაძლევს პასს და იქიდან ნეიმარი. და უკან ხავი ინიესტა. ხო. რა ვიცი, რადგინა პენალტი. ხო. და სუარესი როგორ მოხდა, იცი, იმაში ევროპულ ფეხბურთში. ან ისაც მოხდებოდა, ნუ ფეხბურთს თამაშობდა. მაგრამ ოლია საცოლე. და აპირებდნენ დაქორწინებას და საცოლის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ევროპაში გადმოცხოვრებულები იყვნენ. დაავლეს სამგოგოს ხელი, ლუისს არც კითხეს არაფერი და წამოიყვანეს და ეს გაბრაზდა და იმის მაგათ ყურები ჩამოეყარა. ვარჯიშს მოუმატა, რომ ევროპაში უნდა ვითამაშო ფეხბურთი და ფული ვიშოვო და ის გოგო მოიყვანა ცოლად. მშობლებმა წამოიყვანეს ის გოგო? გოგო მშობლებმა. ხო და აი ეს იყო ისა რა კატალიზატორი ლუისისთვის. ხო, კარგია ეგეთი ისტორიები. საერთოდ სტიმულს გაძლევს ან ხალი, ან ფული, ან შურისძიება. ძალაუფლე. შურისძიება ხალი. რატო სიყვარული ქვია მაგას? ხო, ხალი რა, სიყვარული. შურისძიება სხვა. კაი, აღარ ვიკამარ. შურისძიებაა და უშუალოდ შენი შეყვარებული თუ სხვას გაყვა, მე შური უნდა იგზიო ამ შეყვარებულზე და ასე შემდეგ. და ურუგვაული ანეკდოტი გაინტერესებს? ერთი ეკითხება
ურუგვაელს. რომ ნატურის გამოცვლას რამდენი ურუგვაელი სჭირდება? მოიცა? ეგ თუ ის არის, ეგ იმაზეც არის. არა, მეც ეგ მეგონა. არა. არა, რო ერთს უჭირავს და 4 ატრიალებს, ეგ სვანებზეც არის, არა. აბა. ნატურის გამოცვლას ერთი ურუგვაელი ჭირდება. დანარჩენები რასაკეთებენ? დანარჩენები 1930-ის და 50-ის ფინალზე ლაპარაკობენ. აი ჩვენთან რო 91-ია, წარმოიდგინე მათი ხა ევროპული ჩემპიონატი. აჰა. რა დავარქოთ ამ ჯგუფს? შემახსენე ვინ არიან? აქ არიან საუდის არაბეთი, ურუგვაი, ესპანეთი, კაბო-ვერდე. ეს კაი ჯგუფია და რამე კაი სახელი დავარქოთ. დადებითი, მაგალითად პირველი დადებითი. იბათ გადასარევი სახელია. თუმცა როგორც აღნიშნეთ, შეიძლება შეიცვალოს, ხო? ხო, ნუ დავალოთ ხა ეგ. ნახოთ თუ გახდება პირველი უარყოფითი. თუ დაკბინეს ერთმანეთს, ესპანეთმა და ურუგვაიმ და ესა მე გადავარქო. მე გახდება პირველი უარყოფითი, ან მეორე უარყოფითი, თუ სხვა ჯგუფში უარესები მოხდა. ხო, ანუ უნდა დავალოთ ეგრე, ესე მარტივად არ არის სახელების ფრიალი აქ. კაი, დავალოთ შემდეგი ჯგუფს.